საქმე საღამოს ტრადიციულად საფონდო ბირჟებზე საუბრის ვაგრძელებთ და რა თქმა უნდა ამერიკის შეერთებული შტატებით უნდა დავიწყოთ, რომელსაც მინდა გითხრათ, რომ ძალიან გამორჩეული და კარგი კვირა ჰქონდა გასული სავაჭრო სესიაც. შესანიშნავი იყო და საშუალოდ ვიხილეთ დაახლოებით 1%-იანი ზრდა. ამ ყველაფრის ფონზე კი მინდა გითხრათ, რომ ამერიკული საფონდო ბირჟის საერთო კაპიტალიზაცია უკვე ამჟამად იმყოფება ისტორიულ მაქსიმუმზე, ანუ კუმულაციურად ამერიკულ კომპანიებს ასეთი მაღალი საბაზრო შეფასება არასოდეს არ ჰქონიათ. თავად ეს კი განპირობებული არის, რა თქმა უნდა, დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტებით, რომელიც აანონსებს ძალიან მნიშვნელოვან ცვლილებებს კორპორაციულ სექტორთან დაკავშირებით, მათ შორის გადასახადების შემცირებას, რეფორმების გატარებას და ამერიკის ეკონომიკის ხელშეწყობას, რაც America First-ის ინიციატივის საკვანძო ნაწილია. ამ ყველაფრის ფონზე, როგორც გითხარით, S&P 500 ინდექსის ღირებულება უკვე ისტორიულ მაქსიმუმზე იმყოფება, დღესაც ზრდა გრძელდება და როგორც ხედავთ, ამ წუთების მონაცემებით დამატებითი მატების მაჩვენებელი შეადგენს +0.16%-ს. ასევე დადებითი ვითარება არის Dow Jones-ის ინდუსტრიულ ინდექსთანაც, რომლის ზრდის მაჩვენებელი არის დაახლოებით 0.5%. რაც შეეხება NASDAQ-ის ტექნოლოგიურ ინდექსს, ამ შემთხვევაში გვაქვს მცირედი კორექცია და ვარდნა გვაქვს -0.16%, თუმცა მაინც საერთო ჯამში, როგორც ხედავთ, ამერიკულ საფონდო ბირჟას დონალდ ტრამპის პირობებში საქმე ძალიან კარგად აქვს. ამერიკიდან გადავინალსოთ ევროპაში, სადაც ასევე ინვესტორების განწყობა არის საკმაოდ პოზიტიური, როგორც ხედავთ, 600 უმსხვილესი კომპანიის საერთო კაპიტალიზაცია არის გაზრდილი 0.33%-ით. აგრეთვე ზრდა გრძელდება აზიის რეგიონშიც, შანხაის ინდექსის ღირებულება არის მომატებული დაახლოებით 0.5%-ით, ხოლო ნიკეის ინდექსის შემთხვევაში, ანუ საუბარი გვაქვს იაპონურ ინდექსზე, ამ შემთხვევაში მატება არის +0.78%. დროა გადავინალსოთ ენერგეტიკულ ბირჟაზე, სადაც გვაქვს მცირედი კორექცია, როგორც ხედავთ, დაახლოებით 1%-ით არის გაიაფებული ნავთობი. ამ წუთების მონაცემებით ბრენტის ღირებულება შეადგენს $78, ხოლო WTI-ის ფასი $74.5 ფარგლებში. საერთო ჯამში ერთკვირიან პერიოდში ნავთობი არის გაიაფებული 3.5%-ით. ასევე გაიაფების ტენდენცია არის რუსულ ნავთობთან მიმართებითაც, როგორც ხედავთ, $72 ფარგლებში ივაჭრება ურალი, რაც ერთ კვირაში წარმოადგენს 6%-იან ვარდნას. თუმცა, თუ გრძელვადიან პერსპექტივას დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ საერთო ჯამში ნავთობი არის გაზიარებული 7.5%-ით. ეს დინამიკა კი, რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში ქართულ ვითარებაზეც არის ასახული, რადგანაც მოგეხსენებათ, ქართული ავტო ბაზრის წარმომადგენლები, მათ შორის ბენზინგასამართი სადგურების ოპერატორები, აანონსებენ ფასების მატებას ბენზინთან და დიზელთან მიმართებით, რაც პრინციპში გარდაუვალია, რადგანაც მსოფლიოს მასშტაბით ფასები იმატებს. ზრდა არის სხვათა შორის ბუნებრივი აერთანაც ის 5.5%-ით ერთი კვირის განმავლობაში გაზიარებული და როგორც ხედავთ, მეგავატ-საათი ენერგიის ღირებულება ევროკავშირის მასშტაბით აჭარბებს 49 ევროიან ნიშნულს. აქვე ოქროზეც უნდა ვისაუბროთ, მისი ღირებულება დღის განმავლობაში დიდად არ შეცვლილა და უნცია მეტალის ფასი ისევ და ისევ $716 ფარგლებში მერყევს, რაც ერთწლიან პერიოდში დაახლოებით 36.5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია, ვერცხლთან მიმართებით კი მატება დაახლოებით 33%-ია. კრიპტოინდუსტრიაზე უნდა გავაგრძელოთ საუბარი, რომელსაც ტრამპის პირობებში ნამდვილად ძალიან კარგად აქვს საქმე, რადგანაც ტრამპი არაერთ ინიციატივას აანონსებს კრიპტოინდუსტრიასთან მიმართებით, მათ შორის მათ ცოტა ხნის წინ საკუთარი სახელობის meme-coin-იც კი გამოუშვა, შემდეგ მისმა მეუღლემაც მსგავსი ნაბიჯი გადადგა, ამიტომაც შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ტრამპი ნამდვილად არის კრიპტოინდუსტრიის მხარდაჭერი. ამ ყველაფრის ფონზე კი ბაზრის საერთო შეფასება არის გაზრდილი 3.60 მილიარდამდე, ბიტკოინის ფასი კი, როგორც ხედავთ, $106,000 ფარგლებში მერყევს, ეთერიუმის შეფასება $3,200 ფარგლებშია, საერთო ჯამში გვაქვს ზრდა. ამ ყველაფრის ფონზე კი კაპიტალიზაცია ბიტკოინისა უკვე არის $2.100 მილიარდი ფარგლებში, ეთერიუმი კი დაახლოებით $397 მილიარდად არის შეფასებული. საერთო ჯამში მიმდინარე წელი და ზოგადად ბოლო პერიოდი კრიპტოინდუსტრიისათვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია. აქვე ლონდონის საფონდო ბირჟაზეც უნდა ვისაუბროთ, სადაც მოგეხსენებათ ქართული კომპანიები არიან წარმოდგენილნი. დავიწყოთ საქართველოს ბანკის ჯგუფით, რომელსაც დღეს დიდად გამორჩეული დღე არ ჰქონია, მცირედი კორექცია ვიხილეთ და ვარდნა არის -0.22%. TBC შემთხვევაშიც ვითარება არასახარბიელო იყო, ამ შემთხვევაში კლება გვაქვს დაახლოებით 0.5% და აქვე ჩვენს ეროვნულ ვალუტაზეც უნდა ვისაუბროთ, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში საკმაოდ მკვეთრად უფასურდება ყველა ძირითად ვალუტასთან მიმართებით და ამ ყველაფრის ფონზე დოლარის გასვლელი კურსი, როგორც ხედავთ, შეადგენს 2.86. ევროს გასვლელი კურსი გვაქვს 2.98, ხოლო სტერლინგის გასვლელი კურსი 3.52-ია და ბოლოს ორივე სიტყვა უნდა ვთქვათ, ლარში ინვესტირების
შესაძლებლობაზეც, რომელსაც გვთავაზობს Foresight Investment Group. ეს არის Foresight-ის არის ფონდი, რომელიც საშუალებას გაძლევს თანხა განათავსოთ ფონდში და ამით მიიღოთ ფინანსური სარგებელი, რომლის მოცულობაც წლიურად სტანდარტულად შეადგენს 8.97%, თუმცა აქვე სასიხარულო სიახლე გვაქვს იმ ინვესტორთათვის, რომლებიც ანგარიზე 50,000 ლარზე მეც ფლობენ. ეს ინვესტორები წლიურად საშუალოდ მიიღებენ დაახლოებით 10%-იან სარგებელს, ანუ უფრო მეტ სარგებელთან გვაქვს საქმე. ეს სარგებელი ინვესტორებს ერიცხებათ ყოველდღიურ რეჟიმში, ხოლო ამ თანხის მოცულობის გაზრდა ან შემცირება ასევე მათ შეუძლიათ ყოველდღიურად შეზღუდვების გარეშე. თავად Foresight Investment Group კი მოგხსენებათ საქართველოს ეროვნული ბანკის მერეგულირებული საინვესტიციო კომპანია, რომელიც ამ შესაძლებლობას თავაზობს როგორც კერძო პირებს, ასევე იურიდიულ პირებსა და კომპანიებს.